გამარჯობა. ყველა პროტესტის მონაწილეს ჩვენგან მოგკითხვა. ძალიან გვიხარია, რომ რუსთაველის გამზირი კვლავ იკეტება და პროტესტი გრძელდება. გულით და სულით თქვენთან გვინდა, მაგრამ აქაც ძალიან საჭიროები ვართ, ამიტომ პირველივე შესაძლებლობისთანავე დავბრუნდებით და თქვენ შემოგიერთებით. სოფლების შესახებ გითხარით, სად იყავით და რა ნახეთ? ჩვენ რამოდენიმე 5 სოფელი მოვიარეთ. ჩამოვყალიბდით ჯგუფები, რომლებიც გავნაწილდით სხვადასხვა პასუხისმგებლობებზე. ერთი ჯგუფი მუშაობს გადათოვლაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სახლია გადასართობი და ყველა თავისთავად ვერ ახერხებს, რომლებიც მიდიან ადგილზე და ეხმარებიან ოჯახებს. მეორე არის სურსათზე ორიენტირებული, რომლებიც სურსათს ვაგროვებთ და ვანაწილებთ და სურსათს ვარიგებთ. მესამე არის მედიკამენტები და ბოლო ჯგუფი არის ჯგუფი, რომელიც არის სპეციალურად მომზადებული, რომელიც პაციენტების გადაყვანის პრობლემა ვისაც აქვს და სასწრაფო რომელიც საოპერაციო იყო, მაგალითად დღეს ქალბატონი ის გადმოვიყვანეთ გუშინ კიდე ერთ ქალბატონს გამოუძახეს სასწრაფო და ადგილზე ვერ მიდიოდა და ჩვენ ხელით მოგვიწია ამ ქალბატონის გამოყვანა და ეგეთი ჯგუფია ყველაზე კრიტიკული ჯგუფი, რომელიც ხაც შეიძლება გავიდეთ რამოდენიმე ხანში ზარი შემოგვივიდა და ესე ვარ დანაწილებული ჯგუფებში, შტაბი გავხსენით ლანჩხუთის ცენტრში, კოორდინაცია გვაქვს ყველა მუნიციპალურ ორგანიზაციებთან, რომ სადმე საერთო საქმე არ გამოგვივიდეს, მაგრამ სიმართლე რო გითხრათ, ყველგან ვიყავით ჩვენ მისულები, იმიტომ რომ მაინც ჩვენ გვეძახიან სამოქალაქო საზოგადოების დახმარების იმედი უფრო აქვს მოსახლეობას, ვიდრე სხვა სტრუქტურების მაგალითად. მობილიზება, ორგანიზება ავეწყეთ უკვე ესე ვთქვათ, შეიძლება ავეწყეთ და რა ვიცი, შედეგიც დაიდო რა, ძალიან ბევრი ადამიანი ძალიან მაგრად მუშაობს, ასე რომ გიორგი, რამდენად ხერხდება ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობა? იმიტომ რომ განსხვავებული პოზიციები ისმოდა. სიმართლე რომ გითხრათ, ჩვენ მე პირადი კომუნიკაცია არავისთან არ გქონია, მაგრამ დავრეკეთ ცხელხაზებზე, რამოდენიმეჯერ არ მიპასუხეს. გავავრცელეთ ინფორმაციები, რომ აი აქ ამას ვაპირეთ, იქ იმას ვაპირეთ, გავდივართ. ჩვენ საქმის კურსში ვაყენებთ ყველას. ყველასთან კომუნიკაციის პრობლემას ვერ ვხედავთ შესაბამისად, მაგრამ იმათ თავიანთი საქმე აქვს. იძახიან, რომ თქვენ არ გჭირდებით, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენსაც ვაგრძელებთ. სიმართლე გითხრათ, ველოდებოდით რაღაცა ხარვეზებს, მაგრამ მიგვიშვეს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი შევიკრიბეთ და ძალიან საჭირო საქმეს ვაკეთებთ და ეს ყველა მიცის აბსოლუტურად. სტიქიას გავუმკლავდებით თუ არა, თქვენ გვერდში ვართ, მეგობრებო. ცოდნა ძალა, ცოდნა თავისუფლება. მადლობა.